რა უცბად იცის ხოლმე ამ უბედურების ზარმა ჩამოყრა რა. ერთხელ რა მოხდა იცით საქართველოში. შევარნაძე აღიმული გაბადრული სახით გამოვიდა თვითმფრინავიდან და მადლობა მოუხადა ბნელიტას. ბნელიტა არის ელიტა. მაგრამ ქართულად გადაკეთდა და გამოვიდა ბნელიტა. ვის თუ იცით? აი ეს რეჟისორები, მსახიობები. თეატრის სცენაზე რო დგახარ რეჟისორი რო ყავს, რო თამაშობ, მერე ხალხი რო მოდის და უყურებთ ჩვენ ამას ყველაფერს. მერე ამ მსახიობებს უჩნდებათ პრეტენზია, რომ ის დაწინაურებული უნდა იყოს. თუ გინდათ იმ ქუჩის დამლაგებელზე, რომელიც ქუჩას ასუფთავებს, იმაზე მეტი უნდა ეკუთვნოდეს, ინტელექტუალური სამუშაოთია დაკავებული და უნდა იმას ზევიდან უყუროს და იმაზე კარგად იცხოვროს. არა გენაცვალე შენ, ეგრე არ ხდება. ქუჩის დამლაგებელმაც უნდა იცხოვროს, იმასაც უნდა კონდეს სახლი, საჭმელი, სასმელი. ძვირადღირებული თუ არა, იაფადღირებული მანქანაც უნდა ყავდეს. აი მაგას ქვია ცივილიზაცია. და შენ რო გაქვს სამსართულიანი სახლი, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს. მაგრამ იმაზე კი არ უნდა იფიქრო, რომ მე მსახიობი ვარ და სპორტსმენი ვარ და მე დავიმსახურე. რა და რატო დაიმსახურე? ვისი სპორტსმენი ხარ და ვისი მსახიობი ხარ? ვინ გიყურებს შენ? ვინ გცემს პატივს? ის ხალხი, რომელსაც შენ გამოდიხარ და ვინ ჩემი ფეხები არიან? ვინ ჩემი ფეხები ხარო? მეო საქართველოს დამსახურებული მსახიობი და შენ ვინ ხარო? მერე ვინ მოგცა ეგ ტიტული, ვინ გაღიარა თუ იცი? აი იმ ქუჩის დამლაგებელმა, იმ ქუჩის დამლაგებელს უყვარ ხარ შენ, მაგრამ შენ ის არ გიყვარ. ის დვორნიკია. ფუფ, დვორნიკი. ნუ რა სიზამე ხარ, ნუ რა. ხო, თავზე ბუსარი ჯენდენ ისე ბაზრობდნენ. ნუ ჩამოვიდა ედვარდა და მადლობთო. თქვენ რომ ხარი დაუჭირეთო იმ საქმესო, მე რო ეხლა აქავარო და იარაღით ხელში რო დაიცავითო თქვენი ინტერესებიო. ჩამოვიდა, გავიდა მე სამუშაოდ ბიჭი და ცოტა ხნის შემდეგ სულ ყველა დახოცა და დაიჭირა ციხეში. ტკვილისით, ტყვით სიცილით, ღიმილით ამოუყვანა სულ ყველას ძმარი ცხვირში. და ბნელიტა ახლა რომ მიხვდა რომ აცო ეს კაცი ჩვენ იმიტომ მოვიყვანეთ რომ ჩვენ ვიცხოვროთ კარგად და ეხლაც ეგეთი რამე მოხდა. შეუძვრენ ივანიშვილს თავიდან ამანაც მიუპიპინეთ ბიჭებო, მიუპიპინეთ მაგათო, ახლა მოტრიალდა ივანიშვილი და აქ უპიპინებს ახლა. მსახიობები და ელიტა ცოტა დაიხიეს უკან და ხო იცით ვინც იყო ივანიშვილი? ხო იცოდით, ეხლაც იცით.
ივანიშვილი რო პენსიას გინიშნავს და ფულს გაძლევს და იმ ფულს ხელი მოკიდე, გამოხვედი და ღმერთად აქციე, ღმერთმა გვესროლაო. იმის მოცემულ ფულს რო იღებ ხო იცი ივანიშვილი მე რასაც მოგთხოვს, იცით თქვენ არა ხართ გედელბაყები და ყუყულიღები. რატო აიღე ფული? შიმშილმა უნდა მოჰკლას და მაგისგან ფული არ უნდა აიღო ბიჭო. როგორ დაეთანხმეთ, როგორ დაუწიეთ თავები, როგორ შეძვერით ვირის ტრაქში. ეხა ზიხართ იქა და ფიქრობთ, სად არიან ის მსახიობები და რეჟისორები, ოქროს გორებს რო გვპირდებოდნენ. მოტრიალდა ეხლა და იჭერს ეხლა ყველას. იმ დედამოწყალს სიფათი გაშავებული აქვს და დადის ეხლა ესეთი წარბებს შეკრული, ვაიმე რა ვქნა და ჩამოკრა უბედურების ზარმა. დაიწყეს იმის შემოწმებაც. დაიწყეს. და საციხეთა აქვს მე მგონი საქმე. გამოჩდება მალე. დანარჩენები ხო იქ არიან უკვე. ან ივანიშვილის გაღმერთება რა იყო, ან იმას ამ კაცი, აი ბიჭო მტერი ფულს გთავაზობს და იმ ფულს ხელს კიდებდო და მე იძახი რომ აი ჩვენ იცით რა ეს სპორტსმენები, მსახიობები სულ მიკვირდა ადრე რომ გავიგებდი ერთ რომაელი თურმე შევიდნენ და სულ ვიძახი ხოლმე ძალიან საინტერესო თემაა. ქალაქში აღებას რო დააპირებთო სპორტსმენები და მსახიობებს ხელი არ შეახოთო ეგენ ჩვენსკენ გადმოვლენ მერეო. ვაჟაფშაველა მას კაი რამე თქვა. ეგო ვინ არისო სულ ფული და დიდება სადაც არის იქ რო ყრიანო. ამათმაც ვეღარ ისწავლეს ჭკუა. უბრალო ხალხმაც ვეღარ ისწავლეთ ჭკუა. რამდენი საუკუნეა უკვე გაზიან თავზე და გატყუებენ და თქვენც ნუ ემსახურები ბიჭო და ვერაფერს ვერ იზამს ის. მოგიხმარენ და გადაყრიან მერე. ნუ ემსახურებით. აი უბრალო ამბავია, სანამ ეგრე არ იქნება, არაფერი არ მოხდება მას. სიჩქარეს, უბრალო მაგალითი მომყავს, განარამე გენიოსობა და პროფესორობა უნდა. ამ ქვეყანაში სიჩქარეს რო გადააჭარბებ, გაგაჩერებენ, ვინც გინდა ის იყავი, რაც გინდა ის იყავი, всё, მორჩა, არა ვქნე. მარადონას მოკიდეს ხელი და მსოფლიო ჩემპიონატიდან ამერიკიდან გააგდეს. ჩაიშალა ის მსოფლიო ჩემპიონატი და მარადონა გააგდეს, იმიტომ რომ იმ ნარკოტიკები მოუნდა ჯიგარს. გამოიჭირეს და გააგდეს. არა აქვს მნიშვნელობა მარადონა ხარ თუ ისა ვინა ხარ. თავიდან რო ჩამოვიდა შევარნაძე, ზარზე იმით დახვდნენ. შოუ ავშენდითო. ეხლა ამას დახვდნენ ზარზე იმით. ნამდვილი და რეალური არაფერი არ იყო, ყველაფერი იყო ილუზია, მოტყუება, ჩასაფრება, დახოცვა და დაგლეჯვა. რეალური არაფერი არ ხდებოდა, არც ეხლა არ ხდება. ერთ ტიპს ველაპარაკები და როგორო ახლა ყველა სოფელსო 5 მილიონს მოგცემსო და ტრაქტორებს ვიყიდითო ეხაო და გავიმართებით წელშიო. ჯიგო რომელი ტრაქტორები იყიდეთ, რომელი ქვეყნის ნაწარმოები, იაპონური, ამერიკული, ჰოლანდიური თუ დანიური. თუ ბელორუსიული, ბელარუსები იყიდეთ თუ რომელ ტრაქტორებზე ზიხართ ეხლა. ეგე გუშინ კახელი ვნახე ტაჭკაზე იჯდა, ვირი ყავდა შემული და მიდიოდა სადღაც და რუსებზე ოცნებობდა, რუსები რო იყვნენ კარგად ცხოვრობდითო.
ეხლა ოცნება გადადებულია რა, всё, დამთავრდება ეგ ოცნება. შემდეგი მთავრობა რომ მოვა, იმედი მაქვს, რომ კიდე ეგეთ შეცდომებს აღარ დაუშვებთ რა. მაგრამ ხალხი მოიძებნება მაინც, რომლებიც თანამშრომლობენ ოცნებასთან. აბა რა ვქნათ, ძმაო? აბა რა უნდა ვქნათ, ხო, უნდა. ხო, მიდი. ხო. ემსახურეთ. ეგეც მახსოვს ჯაბა იოსელ რუსთაველზე ხალხი იდგა და ჯაბა იოსელიანი გამოვიდა ციხიდან. მივიდა იმ ხალხთან რა, მაგრამ უკვე დრო შეცვლილია რა და ჯაბა იოსელიანს კიდე ეყო რა. ეს ვირგლობა რა. დაიწყო რაღაცაზე ლაპარაკი. და მე ერთი ტიპი უყვირის რომ ვინ ჩამოიყვანაო მე შევარნაძეო, ვინო? მე ჩამოიყვანეო, მაგრამ მე დავისაჯე მაგის გამო ციხეში ვიჯექიო. და იმ გადამწვარ სოფლებს და იმ დახოცილ ხალხს რა ეშველება. რაღაც გამოუვალ მდგომარეობაში ვართ რა. აი ლოგიკური არაფერი არ ხდება ჩვენს გარშემო რა. 2 2 4 არა, მან 8 არის. დაჟე 5-იც არ არის, 8 არის. 2 2. და ესე აგრძელებთ ცხოვრებას და დღესაც მოიძებნებიან ადამიანები, ვინც მიდიან ქოცებთან სამუშაოდ. გაჩუმდნენ ეხლა სუყველა, დაიმალენ სუყველა, 5 მილიონებს რო პირდებოდით, ხო გახსოვთ რომ დარბოდით. ბიძინა მილიარდს ჩადებს სოფლის მეურნეობაში, ყველა სოფელს 5 მილიონს მიცემს. ყველა ასე იქნება, ისე იქნება. 2012-ში გეუბნებოდი, საწინააღმდეგოდ იქნება ყველაფერი. ეს ნაცია კაცო, იცარა თუ ძმა. აგიფეთ გაცაყდრისი. გაგიჩერათ ფულები სუყველას. გამოაგდეს საქართველოს ყველა ინსტანციიდან გამოუშვეს პანჩურებით. და თქვენ წახვედით სახლში და აღარაფერს აღარ ამბობს. ხის ქვეშ რო იდგა კალაძე და თითებზე რო ითვლიდა. ეს არის, ეს გაიაფდება, ეს იქნება ისე, ეს იქნება ასე. შეიძლება ახლა მე მისმენთ, არ მისმენთ, არა აქვს მნიშვნელობა, მე მსოფლიოს ჭიპი კი არა ვარ, მაგრამ რასაც ლაპარაკობდით და რაც გინდოდათ გაგეკეთებიათ ვითო. რითი დამთავრდა? თქვენი ყველა ჩინოვნიკი აღმოჩნდა კორუმპირებული, მკვლელი, ნაბოზვარი, ჩათლახი. ვინც გაიქცა, ვინც არა და ზის ციხეში. ზოგიერთებს კლავდნენ, ზოგიერთები მოკლეს. 13 წელი ეს იმუშავეთ? всё, მეტი ვერაფერი ვერ იმუშავეთ 13 წელი. ბათუმი და ბათუმისნაირი ქალაქები აგეშენებიათ, კიდე რაღაცას იტყოდა ადამიანი, რომ აი ესეც არის და ესეც არის. ეს არ არის, სულ ის არის. ერთი მეუბნება რაიო, იციო კალაძემო როგორ გაალამაზაო თბილისიო, იცი რა ლამაზიაო, იცი რა კარგად გააკეთა თბილისიო. თბილისი მე ვიცი ვინ გაალამაზა და ვინ გააკეთა და ვინ დაიწყო მაგის კეთება. იქ ვიყავი და უყურებდი ჩემი თვალებით. და მეც ვიღებდი მონაწილეობას რაღაცეებში. სულ ეგ იყო. უტვინოებმა ბოლომდე დაგიჯე და მოყვნენ. და არჩით ეხლა ასე ჰაერში.
საწახვედით, სადაიმალეთ, გამოდით რა, თქვით რამე კიდე რა, გაგვამხნევეთ. თუ რამე მოხდება და რამე სერიოზული საკეთებელია და იარაღი ხელშია ასაღები და რაღაცა გასაკეთებელი, ისევ ის უბრალო ხალხი აკეთებს. ისევ ისინი წდებიან, ისევ ის უბრალო ხალხი უვლის ყველაფერს და ყველას. თქვენ არა. თქვენ როგორც კი დაინახავთ, რომ რაღაცა ისეთი ხდება, არ ჩაერევით მაგ საქმეში. კირილესი არ იყოს, სადაც მაჭამაა და კაი ცხოვრებაო, იქა ვარ მეცო, აბა. ჩემი ადგილი არის იქო. ყველაზე ცუდი და ყველაზე გასაკვირი და საოცრება ის არის, ვინც მაგას აკეთებს, ხო? იმასაც ლანძღავთ. ვინც სიკეთეს აკეთებს, ილუზიებით არ ცხოვრობს და რეალურად აკეთებს იმას, რაც ყველა ნორმალურმა ადამიანმა უნდა გააკეთოს. ისენიც მტრები არიან თქვენთვის. ეხლა გეტყვით ვინ, მაგალითად ვინც უკრაინაში ომობს. სად მედიანები, რა უკრაინელები, რას ომობენო. საქართველოს მხარეზე რო იომეს, იმათ რა უყავით და როგორ დააფასეთ. ისინი ხო საქართველოს მხარეზე ომობდნენ. იმათ თქვენ დააბრალეთ, რომ დაძინებული ცხინვალი დაბომბესო. და იმათი სიები მერე რუსებს გადაეცით, ტრებს რომ რუსებს მოეძებნათ და დაეხოცათ ისინი. რა გინდათ, ფული გინდათ, დიდრულად ცხოვრება გინდათ, ლაჯებქვეშ რო ამოიდოთ ევროპაც და ამერიკაც, ოღონდ თქვენ, ხალხმა არა და ხალხი უნდა გემსახურონ თქვენ. უნდა იყვნენ მშივრები და ჩაუცმელნი და გაუნათლებელი და დააყლეოთ ბოლომდე ადამიანები და იხმაროთ როგორც გინდათ ისე, ხო? რა გინდათ? ეგინდათ. მოგიტყანთ დედის ტრაკი. ძველო, ახლანდელო და მომავალო კოცებო, მომავალშიც იქნებიან. სამივეს მოგიტყანთ დედის ტრაკი, ჯიში და ჯილაგი. ახლა ვაფშე გამოაცხადეთ, რომ ომი არ გინდათ. აბა ომი გინდა? აბა შე დედა მოტყნურო რო შემომივარდები ოჯახში რა ვქნა? ღვინო დაგისხა და მწვადი შეგიწვა და გაჭამო და ხომი გაგიწელო თუ რა ვქნათ გამაგებინე. მკვდარი არ ხარ მაგას რო აკეთებ? რაღა მნიშვნელობა აქვს ცოცხალი ხარ თუ რა ხარ? იმან ვაფშე იარაღი რა საჭიროაო. აბა რა არის საჭირო? ბიზნესთან აუდიენციაზე რო შეხვიდე და იმან რაღაც ყლეობა გითხრას გამოხვიდე და всё, აუ მე ბიზნესთან ვიყავი, всё, ეხლა ფულს მაჩუქებს, ბედნიერი გავხდები. ბიზნეს ხელიდან გაცემული ყველა კაპიკი ძალიან ძვირი დაუჯდება საქართველოს რა და უჯდება უკვე რა. ისევ თქვენი დედა მოტყან ინკას თქვენი ცხოვრების დონე ან ის ანერვიულებდა თქვენ როგორი ცხოვრებდით და როგორ იქნებოდით. იმას ჭირდებოდით თქვენ და იმიტომ მოგცა ფული. და ერთი რამე მაინტერესებს. სპორტსმენებს და მსახიობებს ჭირდება მარტო კარგად ცხოვრება, საჭმელი, ტანსაცმელი, სახლები, სხვას ის ხალხი, ვინც ერს წარმოადგენს და ვინც ერს ქმნის. ჩვეულებრივი ხალხით არის ქვეყანა დასახლებული. გამორჩეული და ცნობადი ადამიანი რო ხარ, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მარტო შენ უნდა იყო და შენ უნდა ის ხალხი თუ არ იქნება, აი ეს შუაფენა, მასა, ქვეყანა აღარ იქნება. რისთვის გინდა მე ეგ თეატრი, ვინ უნდა მოვიდეს და მაგ თეატრში ვინ უნდა გიყუროს? ინდუსები არ მოვლენ.
მარჯანიშვილის თეატრში და არ გიყურებენ. იმათვის შენ არ არსებობ, შენი კულტურა არ აინტერესებს იმათ. და მე თუ მომკალი და ჩამაძაღლე და ჩამაშავე, შენ რისთვის წერ ლექსებს, ვინ უნდა წაიკითხოს ეგ ლექსები? პორტუგალიელი არ წაიკითხავს შენ ლექსებს და არ მოეწონება. დაჯენილი აკუმულატორები ვითახართ რა, რომელიც ვეღარ იტენება და უნდა გადააგდოს კაცმა. всё, ტენე რამდენიც გინდა, ტენე არა არ იტენება, მორჩა, всё, გაუვიდა ვადა, უნდა გადააგდო. ვადა გასული აკუმულატორები ხართ, თქვენი დებილი დედა მოწყან მე კოცებო რა. ბავშვები იზრდებიან საქართველოში და ახლა აი ამ სიყალევეს უყურებენ, აი. როგორ გამოვა ხაინდრავა და ატყუებს ადამიანებს და რაღაც სისულელებს ეუბნება და როგორ აქებს რუსებს და რუსის პოლიტიკას. ზოგი ბავშვი დაიჯერებს, რომ მართლა ეგრეაო. გაიზრდება მერე და გვიანია. მერე გადაიქცევა სოსო პავლეაშვილად. გამოვარდება წვერი გათეთრებული აქვს, ჩემზე უფროსია თუ მცროსია, არ ვიცი და სცენაზე გამოვარდება და кайფუებ მესტრე, кайფუებ. შენი ხალხი ბიჭო, ცხელწყალში ჩაყარეს და ხარშავენ და ურუებით უმტრევენ თავს. შენ რას кайფუეშ там? Что ты кайфуешь, я твой? მოიცადე ბიძინა რო ლაპარაკობს ქართულ რუსულად, ისე უნდა მოვიგონო. Я твой джиши ибал, блядь. Русул картуль, бедзинас русули. Я помню вашу гадацему. Что ты там кайфуешь, ибио мать? Над кого ты кайфуешь? Чем кайфуешь, блядь? Твоего народа вот эти люди, которые там сидят и тебя хлопают, они сожрали, блядь, обезглавили, обескровили, блядь. Ты на кого кайфуешь? И чё ты кайфуешь там? Сосо, блядь, შენი დედა მოვტყან მე. ესე გრძელდება და მიდის რა. მოგიტყანთ კოცებო დედის ტრაკი. და ვიღაცა ყლე გამოვა და მშვიდობას მივეცი. ეგ არის მშვიდობა, დედას პიცა ვარ, რამდენჯერ თქვენ ხმაგს კი არ აძლევთ, თქვენ ტრაკებს აძლევთ. რო იქნება მაყუთი იშოვოთ. აღარა მაყუთი დამთავრდა, всё, ვინც მაყუთი იშოვა, ის ციხეში წავიდა. თქვენც ეგრე დაგემართებათ. სულ ყველას. აბა კარგად იყავით, ხოცებო, მოგიტყანთ დედის ტრაკის სულ ყველას რა. სადმე რამეს თუ გაიგებთ, რომ ვინმე რაღაცა კაი ქართულ საქმეს აკეთებს, გამოიძიეთ და დაიჭირეთ აუცილებლად და ჩასვით ციხეში. და კრემლიდან რო ჩამოგივა დირექტივები, გაიხიეთ პროჭზე და ის შეასრულეთ. მთელი ცხოვრება ეგრე არა ხართ? და მისაბაძ ელემენტებად გადააქციეთ ის ადამიანები, აი რუსეთი რო აქებს, აი იმ ტიპებს გაუკვლიეთ გზა, ისინი კაი ხალხი არიან. თქვენი დედა მოვტყან მე ხოცებო. Пошли вы все нахуй.